გამარჯობა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კიდევ ერთ კომბინაციაზე. დაბა მოდი აქ ვიფიქროთ, რომელი ჯობია თეთრების და შავების. თეთრები მოიგებენ თუ შავები? შავები. როგორც ხედავთ მატერიალებში, თუ იფიქრეთ რომელია უკეთესი, 2 ეტლი თუ 1 ლაზიერი, ეს თანაბარია, რადგან ეტლი არის 5 პაიკი, ის ტოლი ხოლო ეტლს პლუს ეტლი უდრის 2 ეტლს, ანუ 10 გამოვა ჯამში და ლაზიერიც 10 პაიკია. ხო და 900-საც იძახიან ხოლმე და ეხლა ანუ 2 ეტლი უკეთესია. კარგი. აქ ვაი. შავებმა ერთსვლა რომ გააკეთონ, შამათი იქნება. ამიტომაც თეთრებმა უნდა გადარჩინონ შამათი და უნდა გაიმარჯვონ კიდეც. რა არის გამოსავალი? ეს არ არის, რადგან ისეთ სვებს გავაკეთებთ, რომ თეთრებს არ აწყობდეთ. ხო და ეს ეტლი სადაც არ უნდა წავიდეთ, გამოუსადეგარია. აი ეს ეტლი, თუნდაც აქ. გამოუსადეგარია, მეორე ეტლით უნდა ვიმოძრაოთ და სად? ამ უჯრაზე. თუ შავები ეტლს არ მოკლავენ და მე მაგალითად ვებსაწავ, ჩვენ მოკლავთ ეტლს. ეტლს კი არ ლაზიერს. მაგრამ რა მოხდება თუ ეტლს მოკლავენ? ეტლი ჰარს 3 ქიში მეფე იძულებულია ზევი თავიდეს და ლაზიერს გაუსწოროს ხაზი. აქ თუ მოვა ჩანგალი, მეფე ვერ მოკლავს ეტლს, რადგან ჩვენ ლაზიერს მოვკლავთ. ვერც გადაარჩენს აი ამ ლამას ფიგურას.